სასტუმრო ტიფლის პალაში ეროვნული კონფერენცია რესურს ეფექტი და სუფთა წარმოება საქართველოში გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მიმართა. შეხვედრაზე პროგრამის ფარგლებში 2013-17 წლების მიღწეული შედეგები წარმოადგინეს მცირე და საშუალო ზომის სამრეწველო საწარმოებში წარმოების პროდუქტულობის გაზრდისა და გარემოს დაცვის საქმიანობის გაუმჯობესების კუთხით კონფერენციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ლაპარაკია ისეთი ტექნოლოგიების განერგვაზე, რომლებიც არის ერთის მხრივ გარემოს დაცვისადმი მეგობრული და ამავე დროს ენერგოეფექტიანობით გამოირჩევა და ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდას ხელს უწყობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მსგავსი ტიპის დინამიკა საქართველოში უნდა გაიზარდოს. პროგრამა მიმდინარეობს თითქმის 3 წელი არის საქართველოში და ჩვენი პროექტი წარმოადგენს ამ დიდი პროგრამის ერთ-ერთ კომპონენტს, რომლის მიზანი არის მოახდინოს დემონსტრირება იმისა, რომ შესაძლებელი არის ერთდროულად გარემოს დაცვა, რესურსების დაზოგვა და ეკონომიკური განვითარება.